ხშირად უთხოვიათ გაკვეთილის პროცესი შენს არხზე დადეო, თუმცა მე ძირითადად ან ტელეფონის მეხსიერება არ მყოფნის, ან დარბაზი სრულად სავსეა და ვერ ვდებ ტელეფონს ისე, რომ ასანები სრულყოფილად ჩანდეს. ეხლა ვისარგებლებ იმით, რომ ზაფხულია, ძალიან გაზარმაცებულები არიან და დარბაზი შედარებით ცარიელია, ასე რომ შეგიძლიათ აკვეთ 9 საათის განმავლობაში აშტანგა იოგას პირველი სერიის მჯდომარე პოზიციებამდე. მანამ სანამ სრულყოფილად გავხურდებით მზის მისალმებისას, ცოტა მოვითელოთ. ხელის თითები მსუბუქად შეაერთეთ, ხელის გულები ჭერისკენ მიმართეთ, მარჯვნივ, მარცხნივ და უკან მსუბუქად ამოსუნთქვასთან ერთად გადაიხარეთ, რათა კარგად დავაგრძელოთ ხერხემალი და გავიხსნათ. ასე ვთქვათ, ჩამოვიფერთხოთ ადგილზევე, ზედმეტად მოდუნებული სხეულით, რამოდენიმე ნახტომი საკმარისია და შემდგომ 3 მისვლა ღრმა ვაკუუმით გავაკეთოთ. მით უმეტეს დილას განსაკუთრებით სასარგებლოცაა და უფრო ადვილად გასაკეთებელიცაა ვაკუუმი, მით უმეტეს თუ კი ან მსუბუქად ნასაუზმები ხართ, ან შეიძლება სულაც ჯერ არ გისაუზმიათ და კუჭი ცარიელია. შეისუნთქეთ ღრმად, კარგად გახსენით გულმკერდი, გაავსეთ ფილტვები ჟანგბადით, ბოლომდე ამოისუნთქეთ ძლიერად, აი თითქოს სარკეში დავუშვათ თუ სარკე გაქვთ და იყურებით, ეს გარშემოწერილობა წელის დაპატარავდება, კარგად შეკუმშეთ მუცლის შიდა კუნთები, დაიცალეთ და მერე უკვე აი ყურყთან, ასე ვთქვათ, დააკვირდით, გააჩერეთ სუნთქვა, ოდნავ დაიხარეთ, შეგიძლიათ მუხლებს დაერყნოთ, ესე უფრო კარგად დაიჭერთ ტანს და მაქსიმალურად შეეცადეთ კიდე კარგად შეკუმშოთ მუცლის შიდა კუნთები, ასევე მენჯის ფსკერის კუნთები მოჭიმეთ და რამდენ ხანსაც გაჩერდებით, აი დაითვალეთ გონებაში, თუნდაც აიღეთ მიზნად 5 თვლა. ეს თქვენზეა დამოკიდებული. ახლა კი მოვიმზადოთ მზის მისამების შესასრულებლით. შევისუნთქეთ ხელების ზემოთ, გახედეთ ხელის გულებს. ამოსუნთქვა. თავი მიგვაქვს ფეხებთან ახლოს, თუმცა თუ გიჭირთ, შეგიძლიათ მუხლები მოხაროთ. შესუნთქვა, გახსენით ხერხემალი კარგად, ხელები სრულად დავდეთ, უკან ნაბიჯი, ჩატურანგა. თავაწეული ძაღლის შესუნთქვა. თავი გადახარეთ ოდნავ უკან, ოღონდ კისერი არ მოადუნოთ, ზერა ცხვირს გაუსწორეთ და გადავინაცვლეთ თავდახრილ ძაღლში ამოსუნთქვაზე. შევყომდით 3 შესუნთქვა, ამოსუნთქვა ნორმალურია, 5 ძალიან კარგია. თუმცა 3 შეინახა, შეიძლება. დავბრუნდით ხელებთან. შესუნთქვა, გახსენით ხერხემალი, გაჭიმეთ ზურგი, ამოსუნთქვა, მაქსიმალურად რაც შეგიძლიათ თავი ახლოს ფეხებთან. შესუნთქვასთან ერთად ნელა წამოწიეთ თავი და გახედეთ ისევ ხელებს. ვისაც დაგაინტერესებთ მზის მისალმების პირველი და მეორე ვარიანტების შესრულების დეტალები, შეგიძლიათ იხილოთ იგივე ჩემს არხზე ცალკე დადებულ ვიდეოც, სადაც დეტალურად ხსნი გამარტივებულ ვარიანტსაც და სრულ ვარიანტსაც. მოირგეთ თქვენთვის შესაბამისი შესაძლებლობის მიხედვით, რომელიმე ვარიანტი და ისე შეასრულეთ, რათა წელზე საკმაოდ დატვირთვა მოდის, მზის მისამება საკმაოდ კომპლექსური მოძრაობებისაგან შედგება, ამიტომ კარგი იქნება თუ კი დეტალებს დააკვირდებით, ახსნას მოусმენთ და ამას გაითვალისწინებთ. შეგიძლიათ შეასრულოთ ხოლმე მაგალითად პირველი ვარიანტი მზის მისამების 3-ჯერ, ან თუნდაც 2-ჯერ და შემდგომ გადახვიდეთ მეორეზე. სუბუქი პრაქტიკის დროს შეგიძლიათ მეორე ვარიანტი მზის მისამების შეასრულოთ სრულიადაც 1 წრე. საკმარისი იქნება.
დამასკარ B მზის მისამება მეორე ვარიანტი. ამ შემთხვევაში თითქოს სკამზე ვჯდებით. მუხლები მოხრილია, ოღონდ მანდ უნდა დააკვირდით კარგად წელის მდგომარეობას, წელი არ უნდა იყოს თაღოვანი, არ უნდა იყოს ჩაგდებული. ძირითადად დასაწყისში ვიმეორებთ იგივეს, რაც მზის მისამების პირველი ვარიანტისას. ოღონდ შემდგომ შედარებით ცოტა უფრო მეც ვაკეთებთ და მზის მისამების ეს მეორე ვარიანტი უფრო დამღლელია ხოლმე ძირითად შემთხვევაში. რომ ამოვისუნთქებთ თავდახილში, როდესაც გავჩერდებით. მარჯვენა ფეხი ხელებს შორის უნდა მოვათავსოთ, ორივე ტერფი მყარად და შესუნთქვასთან ერთად ხელები ზემოთ წავიღოთ. გახედეთ ხელის გულებს. იქვე ვიწყებთ ამოსუნთქვას, ხელები დავდეთ სრულად, უკან ნაბიჯი, ჩატურანგა, თავაწეული ძაღლის შესუნთქვა, ზერა აუცილებლად ცხვრის გააყოლეთ ხოლმე. თავდახრილი ძაღლის შესრულებისას დააკვირდით თქვენს ტერფებს. ქუსლი და ცერი ერთ ხაზზე მოათავსეთ. იგივეს ვაკეთებთ მეორე მხარეს, მარცხენა ფეხი ხელებს შორის, შესუნთქვასთან ერთად ხელები ზემოთ, ამოსუნთქვასთან ერთად ისევ ბრუნდებით, ვასწრებთ უკან ნაბიჯს, ჩატურანგას, აქ სრულდება ამოსუნთქვა, შემდგომ ისევ თავაწეული ძაღლის შესუნთქვა, ამოსუნთქვა, თავდახრილი. შეისვენეთ ისევ 3 შესუნთქვა, ამოსუნთქვა მაინც. შესუნთქვა ცხვირით, ამოსუნთქვა, დააკვირდით სუნთქვებს აუცილებლად და მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ მოძრაობასთან ერთად ისუნთქოთ და თუ კი მოძრაობას არ დაემთხვევა შესაბამისი სუნთქვა, ყოველ შემთხვევაში არ შეაჩეროთ ვარჯიშის დროს, არ გააჩეროთ სუნთქვა. ახლა უკვე კარგად გახურებულები ვართ, ამიტომ აქედან მენჯის სიგანეზე გავდგით ტერფები, მოვემზადეთ, ღრმად შევისუნთქეთ ცხვირით, გავხსენით გულმკერდი და ამოსუნთქვისას ნელა-ნელა ჩავცალეთ მუცელი და დავეშვით იატაკისკენ. ფეხის ცერა თითებს შუა და საჩვენებელი თითი გამოდეთ, ისე რომ ხელის გულები ერთმანეთს უყურებდეს. დააკვირდით მხრების ზემოთ აწიეთ, იდაყვები განზე გაიტანეთ. თუ ფეხებს ვერ ხსნით ბოლომდე არაუშავს, არ არის დანაშაული, შეგიძლიათ მოხაროთ ოდნავ მუხლები, ისე რომ ნეკნები და ბარძაყები ერთმანეთთან შეიგრძნოთ და ისე შეყონდეთ ცოტა ხნით. თავის სწორი მიმართული იატაკისკენ, კისერი დაძაბული არ უნდა იყოს და დააკვირდით ბეჭის კუნთები, ასე ვთქვათ, არ უნდა მოადუნოთ, თორემ მხრები ჩამოგივარდებათ ყურებისკენ. ჩვენ კიდე ზემოთ აზიდული უნდა დავტოვოთ. სუნთქვა, არ დაგავიწყდეთ სუნთქვა. თავი წამოწიეთ, გახსენით ხერხემალი ისევ, ხელები ამასობაში წინიდან შეაწყეთ ფეხის გულებს ქვეშ, სასურველია ფეხის თითები მაჯამდე, თუ ეს არ გამოგივათ თითები თითების ქვეშ და გავაგრძელეთ ისევ იგივე პრინციპით, თავდახრილში ყოფნა, ვაგრძელებთ სუნთქვას, ყოველთვის ეცადეთ გამოიყენოთ უჯაი ტექნიკა. უჯაი სუნთქვა ნიშნავს ცხვირით შესუნთქვას. ამოსუნთქვისას ძლავრად მოგვაქვს, ასე ვთქვათ, მუცლიდან ჰაერი, ყელის დახმარებით, აი საიდანაც ხმა ამოგვდის, იოგები, ასე ვთქვათ, ფართოვდება და იქიდან მთელი ნაკადი ჟანგბადის გამოედინება ისევ ცხვირის დახმარებით. აქედან უკან გადავდგით ნაბიჯი, ფიცრის პოზა, ჩატურანგა, თავაწეული ძაღლი. ვინც პირველად უყურებთ ამას, კარგი იქნება, თუ კი წეღარაც ვახსენე მზის მისალმების ახსნას ნახავთ ჩემს YouTube არხზე, რომ სწორად შეასრულოთ. ყოველთვის ვაკვირდები ხოლმე, რომ მაქსიმალურად სწორად შესრულდეს ყველას მიერ. აქ ოდნავ გადახვევას ვაკეთებ, აშტანგას პირველი სერია ამ მოძრაობებს არ შეიცავს წესით, მაგრამ უბრალოდ შიგადაშიგ გადასვლას ვაკეთებ ხოლმე, რომ უფრო ცოტა გავანეიტრალო ხალხი, ძალიან არ გადავღალო და მე ისევ გავაგრძელებთ. თავდახრივს რომ გავჩერდებით მარჯვენა ფეხი, მარჯვენა ხელთან გარედან წამოვიღეთ, მარცხენა ფეხი ცერზე დავტოვეთ, საჯდომი არ დაგრჩეთ ძალიან ზემოთ აწეული. დააკვირდით, რომ მარჯვენა მუხლი 90 გრადუსში უნდა გქონდით. დაახლოებით 3 სუნთქვა შევყონდით. კარგად გაგვეჭიმება მარცხენა ფეხი საკმაოდ და დააკვირდით, რომ მარცხენა მუხლი არ მოგეხაროთ.
აქედან მარჯვენა ხელი ავწიეთ ზემოთ, გახედეთ ხელის გულს. შევყავდით აქაც დაახლოებით 3 შესუნთქვა, ამოსუნთქვა. 2 3 დავაბრუნეთ ხელი, ორივე ხელის ტევანი მყარად. დავბრუნდით ისევ თავდახრილში, გავშალეთ ფეხები, ამოვისუნთქეთ. იგივეს ვაკეთებთ, რა თქმა უნდა, მეორე მხარეს. მარცხენა ფეხი წინ. 1 2 3 მარცხენა ხელი ჭერისკენ 1 2 3 დავაბრუნეთ ხელი, უკან ნაბიჯი თავდახრილი ძაღლი. ასევე აქედან შეგიძლიათ მარჯვენა ხელი ქუსლისკენ წაიღოთ, თუ მიწვდებით, თუ არა და კოჭთან, ან ცოტა ზემოთ წვივთან დაიდეთ, ოღონდ შეეცადეთ, რომ ზედმეტად არ აგეწიოთ მარჯვენა ფეხი. გათანაბრდით მაქსიმალურად. შემდგომ იგივე მეორე მხარეს და ისევ თავდახრილში დავბრუნდით. შემდგომ კი ისევ ხელებთან შესუნთქვა, ამოსუნთქვა და გავსწორდით. როგორც მზის მისამებისას ვაკეთებთ ხოლმე. ვისაც ასე თუ ისე გამოცდილება აქვს, ადვილად აყვება. დამწყებისთვის შეიძლება ცოტა რთულიც იყოს, მაგრამ არა უშავს, ნელა-ნელა შეგიძლიათ აგვყვეთ. რაღაცა მოძრაობები გამოგივათ, რაღაცა შეიძლება დაიბნეთ, მაგრამ არა უშავს, ხდება ხოლმე ასე. ყველაფერი მიჩვევა არის. როდესაც დავბრუნდებით, იქვე მარჯვენა ფეხით ნაბიჯი მარჯვნივ, მარჯვენა ფეხის ცერი მარჯვნივ გაატრიალეთ, მარცხენა ფეხის ცერი თითები ისევ წინ რჩება. როგორც ნახეთ, დააკვირდით ვიდეოში, როგორ მიდევს ფეხი. მარჯვენა ხელით მე კი აქ თითებს ვეხები, თუმცა შესაძლოა ვერ ჩახვიდეთ ბოლომდე. არც ეგარ არის პრობლემა, შეგიძლიათ წვივს დაეყრდნოთ. მარცხენა ხელი ზემოთ ჭერისკენ აიწვდინეთ, ოღონდ შეეცადეთ, რომ ხელები თითქმის ერთმანეთის პარალელური იყოს. 5 შესუნთქვა, ამოსუნთქვა გაჩერდით, შუაში ამოვისუნთქეთ. მოვემზადეთ მეორე მხარეს მისაბრუნებლად და ისევ ჩავეშვით. იგივე სამკუთხედის პოზას ვაკეთებთ ახლა. და რაც თავარია, შეეცადეთ, რომ აქ გახსნათ ორივე ფეხი, ანუ გაჭიმოთ მუხლები. მუხლები არ მოგეხაროთ. განსაკუთრებით ახლა ამ მხარეს მარცხენა მუხლზე ვსაუბრობ. შემდგომ შებრუნებული სამკუთხედის პოზა. შევბრუნდებით ისევ მარჯვნივ, მარცხენა ფეხის ცერი 45 გრადუსით შიგნით შეატრიალეთ და მარცხენა ხელი უნდა გადავიტანოთ მარჯვენა ტერფის გარეთ. ეს ვარიანტი საკმაოდ რთულად შესასრულებელია, ამიტომ შეგიძლიათ ბლოკი გამოიყენოთ, სიმაღლეზე დადებული, რათა აქაც ორივე ფეხი უნდა იყოს გაჭიმული. შუაში რომ დავბრუნდებით, ამოვისუნთქეთ, დავბალანსდით, ასე ვთქვათ, და მერე მეორე მხარესაც იგივე. არ უნდა აგეწიოთ უკანა ფეხის ქუსლი ჰაერში და არც ტერფი არ უნდა დაგრიხოთ. კარგად შეიგრძენით იატაკზე, როდესაც ტერფი გიდევთ, ამ შემთხვევაში მარჯვენა ფეხის, მარჯვენა მხარე ტერფის კარგად და სრულყოფილად გედოთ იატაკზე. შუაში დავბრუნდებით, ამოვისუნთქებთ და შემდგომ საწყისში ორივე ფეხი ერთად. შემდგომ მარჯვნივ დიდი ნაბიჯი, საშუალოზე დიდი ნაბიჯი გჭირდება. ხელებს რომ გავხსნით, ხელის გულებს ქვეშ უნდა მოგვექცეს ტერფები. მოვხაროთ უნდა მუხლი 90 გრადუსში. მარჯვენა ხელი, მარჯვენა ტერფს გარეთ სრულყოფილად უნდა დავდოთ. თუ ეს გაგიჭირდებათ, მარჯვენა ხელი შეგიძლიათ მუხლს ჩამოაყრდნოთ. იდაყვი, უბრალოდ. აქაც კარგად დააკვირდით, რომ მარცხენა ტერფი სრულყოფილად გედოთ იატაკზე. ხა იქეთ ნახე, რადგანაც ვიღებ და თან ვაკეთებ, გამომეპარა, რომ იქ ერთ გოგოს მუხლი არასწორად ედო. ანუ
მუხლმა ამ შემთხვევაში ტერფს არ უნდა გაასწროს, ზუსტად 90 კუთხე უნდა შეინარჩუნოს. სხვა დროს შეუსწორებ. ნინი, გამოგიჭირე. ახლა მეპატიება, მინდოდა რომ თან მეჩვენებინა. მაგრამ რადგანაც იქეთ ვიყავი შებრუნებული, ეს ვერ დავინახე. აქაც გავსწორდებით, შუაში ამოსუნთქვას ვაკეთებთ და ისე უნდა შევბრუნდეთ მარჯვნივ, ოღონდ ამ პოზის პარშვაკონასანას შებრუნებული ვარიანტი არის საკმაოდ რთულად შესასრულებელი. ერთი ვარიანტი არის ან მუხლი დადეთ და იდაყვი, მარცხენა იდაყვი, მარჯვენა მუხლს გარეთ გადაიტანეთ, ან ფეხი გაშალეთ, ტერფი სრულად დადეთ და ისე შეეცადეთ მარცხენა იდაყვის მარჯვენა მუხლს გარეთ გადატანა. ზოგადად ანუ პირველი ვარიანტი საკმაოდ რთულია რა, იმიტომ რომ პოზაში რო ხართ შესული, თითქოს სუნთქვა გეკვრით, იმდენად უნდა მობრუნდეს წელი, ისეთი დიდი როტაცია ხდება, რომ ასე ვთქვათ, დიაფრაგმა იკუმშება და ცოტა სუნთქვა შეუძლებელია ხოლმე. ამიტომ ეს სუნთქვებთან ერთად კარგად უნდა გაკეთდეს და მერე ეგეთი რთულიც არ არის, როგორც წესით ჩანს. ყველაფერში არის აბსოლუტურად დეტალები გასათვალისწინებელი და სუნთქვა, ყველაზე მთავარი არის სუნთქვა. მეორე მხარესაც იგივეს ვაკეთებ. სრული ვარიანტის შემთხვევაში, აი ჯერ ამოსუნთქვას ვაკეთებ, მერე ხელი კარგად გადამაქვს მუხლს გარეთ, ტერფსდებ სრულად და შემდგომ მუხლის ზეწოლითა და იქედან ხელის მყარად დადებით ვცდილობ კარგად მოვაბრუნო ტანი და შევყომდე 5 შესუნთქვა ამოსუნთქვა. ყოველი ასანის შემდგომ ბრუნდებით ხალიჩის საწყისში, ფეხებს ერთად ვდებთ და ვაგრძელებთ. მარჯვნივ ისევ დიდი ნაბიჯი. ორივე ცერის შიგნით შევატრიალეთ და ეხლა უნდა გავაკეთოთ 4 წინ დახრა, რომელიც საკმაოდ კარგი ვარჯიში არის უკანა მომზიდველი კუნთების გასახსნელად. თუმცა აქაც ბევრი დეტალი არის გასათვალისწინებელი. მთავარი პრინციპი ამ ასანებში, ამ წინ დახრებში არის ხერხემლის სისწორე. ეს კიდე ადვილი არ არის აი ამ პოზიციაში როგორც ვდგავართ. თავის წვერიდან, აი კუდუსუნის ძვლამდე ერთი სწორი ხაზი უნდა გაევლოს. თუ კი ეს გაგიჭირდებათ, აქაც შესაძლებელია მუხლები მოხაროთ, ოღონდ მუხლები ძალიან შიგნით არ შეგივარდეთ და იდაყვებით ჩამოეყრდნოთ. დანარჩენი პირველ დახრაში ხელები იდება, ხელის მტევნები მხრის გასწვრივ, ვინც ასე თუ ისე კარგად ჩადის ქვემოთ, ტერფების გასწვრივაც გამოდის ხელების დადება და ზოგადად ამ 4-ვე დახრაში, რასაც ახლა გავაკეთებთ, თავის წვერი იდება იატაკზე. თუმცა, აი როგორც ხედავთ გვერდზე გოგოების ჩანან, ყველა ვერ დადებს თავს იატაკზე, რადგანაც ამას საკმაოდ დიდი დრო ჭირდება, უკანა მომზიდველი კუნთები ცოტა არ იყოს და რთულად გასახსნელია. ამიტომაც ვარჯიშობთ, რომ აი შედეგს მივახციოთ და არსად არ გვეჩქარებ. ახლა მეორე დახრა, დოინჯი, იდაყვები უკან მიგვაქვს და თან ერთმანეთისკენ. აი წარმოიდგინეთ, რომ ქამარი გამოგაბან და გიჭირონ, ასე ვთქვათ, ხელები ერთად და ვერ ჩამოგივიდეთ ქვემოთ. აი ესეთი პრინციპი აქვს. ისევ ვიხრებით ქვემოთ, ამოსუნთქვასთან ერთად და გააკეთეთ დახრა, რომ უფრო გაგიადვილდეთ. სულ გახსოვდეთ დახრების დროს აი ვაკუუმის პრინციპი. ბოლომდე ამოისუნთქეთ, რომ მუცელი დააცარიელოთ აერისგან და გაგიადვილდეთ ყველანაირი წინ დახრა, შეძლების დაგვარად. თავის წამოწევისას თავი ჩქარა არ წამოიღოთ, ნელა წამოდექით, რომ თავბრუ არ დაგეხვით. მესამე, ხელები უკან გავიტანეთ და მსუბუქად შევკარით ხელის თითები. მხრებით დაუშვით კარგად გავიჭიმეთ, ოღონდ ძალიან მუცელი წინ არ გააგდოთ, თაღი არ შექმნათ წელით, ამოსუნთქვასთან ერთად ვიხრებით და შუაში რომ მივართ, ხელები გადმოიტანეთ იმდენი, რამდენსაც შეძლებთ. ანუ ზედმეტი მხრის, სახსრის
ასე ვთქვათ, გადახრაც სულაც არ არის საჭირო. ყოველთვის აკონტროლეთ თქვენი შესაძლებლობა და ზღვარს დააკვირდით ხოლმე, სად არის თქვენი მაქსიმუმი. ტყუილად მყესებს დაიჯიმავთ, არ არის საერთოდ ამის საჭიროება. უფრო კონცენტრირდით უკაცრავად იმაზე, რომ ფეხები კარგად გახსნათ, კარგად დავჭიმოთ უკანა მომზიდველი კუნთები და ხერხემალიც მაქსიმალურად სწორი გქონდეს. მეოთხე დახრა. ერთ-ერთი საკმაოდ რთულია სხვათა შორის, თუ კი სრულად შევასრულებთ. შუაში რომ მივალთ დახრისას, ფეხის წერა თითებს შუა და საჩვენებელი თითი უნდა გამოვდოთ, ხელის გულები ისევ ერთმანეთის პარალელურია, იდაყვები განზე, მხრების ზემოთ. 5 შესუნთქვა, ამოსუნთქვა თუ გაჩერდებით ძალიან კარგი, ოღონდ 5 თვლაში არ იგულისხმება 1, 2, 3, 4, 5. სწრაფი დათვლა არ იგულისხმება. 1 თვლაში 1 შესუნთქვა, ამოსუნთქვა უნდა ჩაედიოს. არ დაგავიწყდეთ უჯაი სუნთქვა. ისევ საწყისში ტერფები ერთად. ახლა ვასრულებთ ეგრეთ წოდებულ პირამიდის პოზას. ხელები შევკრათ უკან, მხრები გადაწიეთ და ხელის გულები შეეცადეთ ისე მიადოთ ერთმანეთს. თუ კი ეს თქვენთვის რთული იქნება, მაშინ ჯობია იდაყვებს ჩაკიდოთ ხელები და ამით დაიჭიროთ ზედა ტანი უფრო გამართული. გადავდგათ მარჯვენა ფეხით ნაბიჯი უკან. შეეცადეთ რომ ეს ნაბიჯი იყოს ძალიან პატარა. მარჯვენა ფეხის ცერი 45 გრადუსით შეატრიალეთ, ზედმეტად შეტრიალებული არ მოგიწევთ, თორე ბალანს ვერ დაიცავთ. თუ კი ძალიან დაგეჭიმათ მარცხენა ფეხი, ოდნავ შეგრძნების დონეზე მუხლის მუხრა შეგიძლიათ. არც ის არის საჭირო, რომ მაინც და მაინც ცხვირი მივადოთ ფეხს, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში შეგიძლიათ უფრო კონცენტრირდეთ, რომ გახსნილ ფეხზე გააკეთოთ ეს და ტანი ცოტა წამოწიოთ, ოღონდ გასწორებული ზურგით. გამოიყენეთ მუცლის პრესი, რომ კარგად დაიჭიროთ წელი. თავი ნელა წამოწიეთ აქაც და არანაირი ნაბიჯს არ ვაკეთებთ, უბრალოდ ქუსლებზე ვბრუნავთ მეორე მხარეს და ვასრულებთ იგივე პრინციპებით. 1 2 3 4 5 ნელა წამოწიეთ თავი, ჩქარა არ წამოწიოთ, მოუბრუნდით ისევ საწყისში, ფეხები ერთად. ახლა ვცადოთ თან ბალანსი. ოღონდ აქ გაითვალისწინეთ ვარიანტები შესაძლებლობის მიხედვით. შეგიძლიათ მოხაროთ მუხლი, ხელი მუხლს მოკიდოთ წინიდან, ან შეგვიძლიათ ცოტა ფეხი გავშალოთ, მაგრამ აი ხა როგორც ვაჩვენებ, გარედან არ მოკიდოთ ფეხის ციცხელი და შემდგომ არ გაასწოროთ ფეხი. მუხლის შიგნით გაშალეთ ხელი და ისე შეეცადეთ ჩაკიდოთ მარჯვენა ფეხის ცერათით შუა და საჩვენებელი თითი. თუ ვერ გაშლით ასე ფეხს, არაუშავს, ეგ თუ ხედავთ გოგოებს, მუხლი აქვს მოხრილი, მაგრამ ხელით უჭირავს და იმ ვარიანტს ამუშავებს. ყველაფერი დახვეწადია, ასე ვიტყოდი. 5 შესუნთქვა, ამოსუნთქვა იდეალურია თუ კი გავჩერდებით, მაგრამ იყოს 3. ხანდახან არ ვაწვალებ ხოლმე გოგოებს. სანამ ხელს გავუშვათ ფეხს, შეისუნთქეთ. მუცლის კუნთები შეკუმშეთ, შიდა კარგად დაიჭირეთ, იდაყვები უკან, მხრები დაუშვით, ოდნავ ნიკაპი მკერდისკენ დაუშვით და ცერი გაჭიმეთ და ისე გააჩერეთ ფეხი. არც ისე ადვილია ფეხის გაჩერება, მაგრამ მაინც ცადეთ. სულ ცოტათი მაინც რომ ააცდინოთ იატაკს, თავარია ტანი როგორ გეჭირებათ და იმის მიხედვით გააჩერეთ ფეხიც. მეორე მხარესაც იგივე. არ იჩქაროთ, ჯერ გასწორდით, ფეხი შემდგომ გავიტანეთ გვერდზე. 1 სასურველია თუ მზერა საპირისპიროდ მოაქცევთ, ოღონდ
როგორც გამოგივათ, შეგიძლიათ წინაც იყუროთ. 3. წამოვიღეთ ფეხი ისევ წინ, ვისაც გაშლილი აქვს ფეხი, ვიხრებით თავით ფეხისკენ. 2. 3. გავჭიმეთ ცერი 1. 2. უკან არ გადაიხაროთ და მაგის ხარჯზე არ დაიჭიროთ ფეხი აერში. ჩამოუშვით. ცოტა ამოისუნთქეთ, საკმაოდ ესეთი რთულია. ახლა გავაკეთოთ შემდგომი ოღონდ გამარტივებული ვარიანტი. ამ მოძრაობას აქვს შედარებით რთული ვარიანტი, მაგრამ დღეს ვაკეთებთ მარტივს. მარჯვენა კოჭი შემოვიდეთ მარცხენა მუხლზე და წარმოიდგინეთ, რომ სკამზე უნდა დავჭდით. აი ასეთ მდგომარეობაში. ხელები გულმკერდთან ახლოს, მარცხენა ფეხი მუხარეთ, ტანი დიაგონალურად დაიჭირეთ, ზედმეტადაც არ დაეშვათ. აქ რადგანაც შედარებით ადვილია 5 შესუნთქვა ამოსუნთქვა თუ გაჩერდებით ძალიან კარგი იქნება. ზედმეტად წინ არ დაიხაროთ, ანუ როგორც ვახსენე წაღან. ნელა-ნელა ვსწორდებით. შეიცადეთ ისე გასწორდეთ, რომ არ წაიქცით. ფეხი ჩამოუშვით და შევცვალეთ. არ იჩქაროთ, არასოდეს არ იჩქაროთ, დაუკვირდით ყველა მოძრაობას, ყველა დეტალს. რას აკეთებთ? მთავარია ფოკუსირება, ნებისყოფა, კონცენტრაცია. 1 2 არ უნდა მოადუნოთ მუცლის პრესი, რადგანაც მუცლის პრესი გიჭერთ ზუსტად წელს მყარად. 3 4 5 და ნელა-ნელა ვიწყებთ გასწორებას. ჩამოუშვით ფეხი. ახლა უნდა შევასრულოთ მეომრები, პირველი და მეორე მეომარი, თუმცა მანამდე აი როგორც მზის მისამების მეორე ვარიანტს ვიწყებთ, ზუსტად ისეთ ვინიასას, ანუ გადასვლას ვაკეთებთ, სანამ მეომრებში შევალთ. შესუნთქვა გაახსენით ხერხემალი, უკან ნაბიჯი, ჩატურან, გაწელი გვიჭირავს მყარად, იდაყვები ნეკნებთან ახლოს, თავაწეული ძაღლი, შესუნთქვა, ამოსუნთქვა, მარჯვენა ფეხი ხელებს შორის, ორივე ტერფი მყარად იგზენით იატაკზე, შესუნთქვასთან ერთად ხელების ზემოთ, ხელის გულები ერთად, თუ გაგიჭირდათ ხელის გულები ერთად, შეგიძლიათ ცოტა განაცალკევოს და ერთმანეთის პარალელურად დაიჭიროთ. 3 4 5 იგივეს ვაკეთებთ მეორე მხარეს, ქუსლებზე ვბრუნავთ, არანაირი სხვა ნაბიჯი, მუხლი 90 გრადუსში 1, ამ პოზაში თუ კი მყარად და სრულყოფილად დგახართ, არც ისე ადვილია დიდხანს შეყოვნება. 3 4 5 მეომარი მეორე იგივე მხარეს, აქ კარგად დააკვირდით. არ უნდა იყოს წელი თაღოვანი, ანუ შიგნით შევარდნილი. მუცელს ვაწვევით, მაქსიმალურად საჯდომი უკან არ გამოაგდოთ, აი თითქოს ვიღაცამ დაგარტყათ მუცელში, ესეთ შეზნექას ხო გააკეთებთ, ზუსტად იგივენაირად ვდგავართ. შემოbrundებით მეორე მხარეს იგივე, მუხლს არ მოპაროთ, ასე ვიტყოდი 90 გრადუსი. 3 4 5 აქ ხელები გაშლილი რომ არის, უნდა იყოს ერთმანეთის პარალელური, ერთი დაწეული, ერთი აწეული, ასე არ გამოვა. ვაკეთებთ ისე გადასვლა ჩატურანკა. თავაწეული ძაღლი, თავდახრილი. აი აქედან უკვე გადავდივართ მჯდომარე პოზიციებში. ან ნახტომით, ან ნაბიჯით ჯვარედინი ფეხებით. სხდებით და უკვე აი აქედან, ახლა უნდა დავიწყოთ დანდასანა.
ვიწყებთ როგორც ვახსენე მჯდომარე პოზიციებს, მაგრამ სავარაუდოდ ჩემი მეხსიერება ტელეფონის აქ აღარ მეყოფა. ძალიან შევეცდები კიდევ ჩაგიწეროთ რაღაცა ვიდეოები. მადლობა ძალიან დიდი.